ტექდათვალიერება გავლილი აქვს გორში მომუშავე 23 საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ხოლო რაიონში მომუშავეს 51-ს. ავტოსადგურის დირექტორის სურა ჭეჭელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტს ხარვეზები აღმოუჩნდება, ერთთვიანი ვადა ეძლევა გასაკეთებლად და ტექდათვალიერებაზე გასავლელად. სურა ჭეჭელაშვილის თქმით, მძღოლებს ტექდათვალიერების გავლა წელიწადში 2-ჯერ უწევთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მისი თქმით, კარგი იქნება თუ ყურადღება არ გამახვილდება ისეთ ნიუანსებზე, რომლებიც საფრთხეს არ ქმნიან გადაადგილების დროს. არის რაღაცა ისეთი ნიუანსებიც, რომელიც აი მაგალითად მე ახლა არც მთავრობასთან მაქვს პრეტენზია და არ თვითონ მის ტეხასმოტრებს აკეთებს, მაგრამ არის ისეთი რაღაცა უნიშნელოები, რომელზეც შეიძლება რომ თვალი დახუჭოს, რაც საფრთხეს არ ეხება. მე იმას ვიძახი, უბრალოდ არის ისეთი დეტალები, მაგალითად რაც საფრთხეს არ ეხება. აი მაგალითად უკანა ფარი, აი ეს შუშა რაც არის ფარი, ხო? გატეხილი არა, ჩამტრეული არა, გაბზარული რო იყოს, დაუშვათ, ხო? პრობლემა ხდება მაგის გულისთვის მანქანის ტექდათვალიერების გატარება და ტექდათვალიერება არის, რომ უნდა სავალი ნაწილები ქონდეს გამართული, საქარევინა ქონდეს მთელი და დატორმოზების სისტემა ქონდეს მთელი და ესეთი რაღაცეები და ეგენი ასედაც ეხაც რომც არ ახალი კანონი, რომც არ ყოფილიყო, ეგ ყველა მძღოლმა უნდა გააკეთოს ასეც და ისეც რა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების თქმით, დახარვეზებული ტრანსპორტის შეკეთება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ერთი თვე დაახლოებით რაც გავიარე. როგორც მივედი, ჩამოვედი და უთვე მანქანა შეიყვანეს, გაატარეს მანქანამ, გაიარა ყველაფერი ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზია და სასურველია რომ ავტოპარკი განახლდეს, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობა მაგის საშუალებას არ გვაძლევს. შეძლებს და გვარად ვცდილობთ რომ წესრიგში ყვავდეს მანქანები. ხარვეზები რაც იყო თუ რამე ისეთი პატარა წვლილოვანი იყო, ყველაფერი სანამ არ გავაკეთე, მანამ არ გამატარეს. რა თქმა უნდა, თანხებთან არის დაკავშირებული. ზოგის ისეთი პრობლემა აქვს, თუნდაც ელემენტარული გაზზე მომუშავე ან ბენზინზე მომუშავე მანქანების კატალიზატორი საკმაოდ დიდი ფასი ღირს. არის ისეთი, რომელიც ბენზინზე მუშაობს და კატალიზატორის არ ქონაში, რა თქმა უნდა, არ გაატარებენ. ამიტომ დიზელთან შედარებით საკმაოდ დიდი ხარჯი აქვს იმათ შედარებით. 6 თვეში ერთხელ გავდივართ მარშრუტკები, იმ მთავრობის ხელშიც, ამ მთავრობის ხელშიც. კიდე რა გინდათ? რა ხარვეზები გამოვლდნენ და რა თანხებთან არის დაკავშირებული? თანხა რაც არის დაკავშირებული, იმ თანხებს ვიხდით. 101 ლარი. ხარვეზები წინაშუშა უნდა იყოს კარგი პაგრეშკები, ხადაოი. ეს მანქანები უნდა იყოს მწყობრში საერთოდ. რომ ხალხი გადაგყვამს და გადმოყვამს. ეგ არის აუცილებელი. არანაირი ხარვეზი არის. თქვენს მანქანას თუ ქონდა რა მანქანა? ხარვეზები ქონდა წინაშუშა, ერთთვიანი ხარვეზი და მიიხარვეზეს და მერე რო შევცვალე, სულ ყველაფერი მოვიყვანე მწყობრში, მივიყვანე და გავატარე. 100 ლარია გადასახდელი 6 თვეში. ნორმალურად გავიარე. მანქანა თუ მწყობრში გაივლია, პრობლემა არ არის. თქვენი მანქანა მწყობრში იყო? კი. არანაირი პრობლემა არ არის. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტებს ტექნიკური ინსპექტირება წელიწადში 2-ჯერ უწევთ, ხოლო დანარჩენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს წელიწადში ერთხელ.